როგორც უკვე მოგახსენით, ელექტრული სინაფსების შემთხვევაში ნეიროტრანსმისია ელექტრული დენის საშუალებით ხორციელდება. და ისიც აღნიშნე, რომ განსაზღვრულ დროს ზოგჯერ იმდენად დიდია ამ ელექტრული დენის გადასვლის ინტენსივობა, ეგრეთ წოდებული პრესინაფსური უჯრედიდან პოსტსინაფსურში, რომ დენს შეუძლია მოახდინოს მემბრანის ზეზღურბლოვანი დეპოლარიზაციაც და აღძრას პოსტსინაფსურ უჯრედში მოქმედების პოტენციალი. ეხლა რაზეა ის დამოკიდებული, თუ როგორ უპასუხებს პოსტსინაფსური უჯრედი ელექტრული სინაფსით მიღებულ დენს, ასე ვთქვათ, მემბრანის პოტენციალის შეცვლის თვალსაზრისით. ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, გავიხსენოთ ომის კანონი, რომლის მიხედვითაც პოტენციალის ცვლილება უდრის დენი გამრავლებული წინაღობაზე, ამ შემთხვევაში უჯრედის წინაღობაზე. გამოდის, რომ რაც უფრო მეტია უჯრედის წინაღობა, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შემოსული დენის ხარჯზე მემბრანის პოტენციალი შეიცვალოს დიდი ინტენსივობით და იმდენადაც კი, რომ მან მიაღწიოს, თქვათ, იგივე ზღურბლოვან დონეს. ერთი რამ ცნობილია, რომ რაც უფრო მცირეა უჯრედის ზომით, მით უფრო მაღალია მისი წინაღობა. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტრული სინაფსი, რომ იყოს მაღალ ეფექტური, ასე ვთქვათ, სიგნალის გადაცემის თვალსაზრისით, ცხადია, პრესინაფსური უჯრედი უფრო დიდი ჯობია რომ იყოს და პოსტსინაფსური შედარებით უფრო პატარა. იმიტომ რომ შედარებით დიდ პრესინაფსურ უჯრედში აღიძვრის დიდი ინტენსივობის დენი და მერე ეს დენი უკვე ელექტრული სინაფსით უნდა გადავიდეს მაღალი წინაღობის მქონე მცირე ზომის უჯრედში, სადაც გადასული დენი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოხდეს მემბრანის პოტენციალის მნიშვნელოვანი ცვლილება. მსგავსი ტიპის ელექტრული სინაფსი გვხვდება მდინარის კიბოს ნერვულ სისტემაშიც, სადაც მისი გიგანტური ნერვული ღერძი, ასე ვთქვათ, დაკავშირებულია პოსტსინაფსურ მოტორულ ბოჭკოსთან. სურათზე კარგად არის ნაჩვენები, თუ როგორ არის კავშირი წარმოქმნილი ამ ნერვულ ღერძსა და შედარებით უფრო წვრილ და მცირე ზომის მქონე მოტორულ ბოჭკოს შორის. თუ ჩვენ მოვახდენთ, როგორც ნერვულ ღერძში, ასევე მოტორულ ბოჭკოში ჩამწერი ელექტროდების შეყვანას, მაშინ დავინახავთ, რომ ნერვულ ღერძში დენის შეყვანის პარალელურად ადგილი აქვს ცხადია ამ ღერძში, თუ კი საკმარისი ინტენსივობის დენის შევიყვანეთ, მოქმედების პოტენციალის აღძვრას. და საკმაოდ ეფექტურად აღნიშნული პოტენციალი გადადის პოსტსინაფსურ უჯრედში. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, მოტონეირონში. და თანაც ყურადღებას თუ მივაქცევთ ჩვენ, დროში როგორ ხდება გადანაწილება პრე და პოსტსინაფსურ უჯრედში აღმოცენებული პოტენციალებისა, ვნახავთ, რომ სინაფსური დაყოვნება თითქმის არ არსებობს და ძალიან სწრაფად ხდება აღნიშნული, ასე ვთქვათ, დეპოლარიზაციის
გავრცელება ერთი უჯრედიდან მეორეზე. ანუ როგორც ზემოთ აღვნიშნე, აი მსგავსი კომბინაცია ორი უჯრედისა. ანუ ის რომ პრესინაფსური უჯრედი იყოს შედარებით უფრო დიდი და პოსტსინაფსური უფრო პატარა, ძალიან მაღალ ეფექტორს ხდის ელექტრულ სინაფსს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ აუცილებლობაა იმისა, რომ ორი ელექტრული სინაფსით დაკავშირებული უჯრედი მაინც და მაინც ასე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან ზომებით. როდესაც შეისწავლეს ბევრი წყვილი ელექტრულად დაკავშირებული ნეირონებისა, აღმოჩნდა, რომ ელექტრული სინაფსები შეიძლება ორი სხვადასხვა ხასიათის იყოს. ერთი ისეთი სინაფსები, სადაც სიგნალის გავრცელება როგორც ერთი, ისევე მეორე მიმართულებით ხდება მსგავსი ეფექტურობით. და აღნიშნული ტიპის ელექტრულ სინაფსებს უწოდეს სიმეტრიული სინაფსები. სიმეტრიული სინაფსების წყვილის ელექტრული ჩანაწერის მაგალითი ნაჩვენებია აღნიშნულ სურათზე. და შეგიძლიათ ნახოთ, რომ როგორც ერთიდან მეორე უჯრედისკენ, ასევე მეორედან პირველისკენ აი ამ სიგნალის გადაცემის, ასე ვთქვათ, ეფექტურობა ერთნაირია. და თუ მიაქცევთ ყურადღებას, ესე იგი ჯერ ერთ უჯრედში შეიყვანეს სხვადასხვა ინტენსივობის დენი ბიჯებით, მათ შორის ისეთი მადეპოლარიზებელი დენიც კი, რომელმაც აღძრა მოქმედების პოტენციალები და ის მეორე უჯრედში გავრცელდა, რა თქმა უნდა, ძლიერი დეკრემენტით, ანუ შემცირებით, მაგრამ მაინც გამოიწვია სათანადო ცვლილება, ეგრეთ წოდებული პოსტსინაფსური უჯრედის შემთხვევაშიც. ხოლო მაშინ, როდესაც მეორე უჯრედში მოხდა დენის შეყვანა, ანუ ეხლა ეს გადაიქცა ფაქტიურად პრესინაფსურად, პირველ უჯრედში ამ პოტენციალის ცვლილების გავრცელება ისეთივე ფორმით მოხდა, როგორც წინა შემთხვევაში. ანუ, როგორც უკვე აღვნიშნე, ელექტრული სინაფსების ასეთ ტიპს განიხილავენ სიმეტრიულ სინაფსებად. ხოლო ნანახი იქნა აგრეთვე ნეირონთა წყვილი, რომლების ელექტრული სინაფსებით იყვნენ დაკავშირებული, სადაც სიგნალის გავრცელება ერთი უჯრედიდან მეორეზე უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პირიქით. და მსგავსი ტიპის ელექტრულ სინაფსებს ასიმეტრიული სინაფსები უწოდეს. და მართლაც, აი ამ სურათს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მაშინ, როდესაც პირველი უჯრედიდან მეორეზე დენის საკმაოდ ისეთი მაღალი ეფექტურობით გავრცელდა და იმდენად მაღალი ეფექტურობითაც კი, რომ მეორე უჯრედშიც აღმოცენდა მოქმედების პოტენციალი, როგორც ხედავთ თქვენ, საწინააღმდეგო მიმართულებით დენის გავრცელება ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა და მეორედან პირველი უჯრედის მიმართულებით დენის გავრცელების პირობებში ამ პირველ უჯრედში პოტენციალის ცვლილება უმნიშვნელო ხასიათს ატარებდა. ანუ ერთი სიტყვით ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ თვით ელექტრული სინაფსების შემთხვევაშიც სხვადასხვა მიმართულებით დენის გატარების და შესაბამისად მოპასუხე უჯრედებში პოტენციალის ცვლილების ტიპის მიხედვით ყოფთ ორ ძირითად ჯგუფს: სიმეტრიულ და ასიმეტრიულ სინაფსებს. სიმეტრიულში ორივე მიმართულებით თანაბრად ხდება, ასე ვთქვათ,
პოტენციალების ცვლილების აღმოცენება პოსტსინაფსურ უჯრედში და ასიმეტრიულში კი არათანაბრად. ხო, რა ფუნქცია, რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია ელექტრული სინაფსების არსებობას. ერთი უკვე ვნახეთ, რომ ადგილი აქვს პირდაპირ გადასვლას დენის და რომ დენის პირდაპირი გადასვლის გამო ფაქტიურად სინაფსური დაყოვნება არის ძალიან მცირე. სინაფსური დაყოვნების, ასე ვთქვათ, სიმცირის გამო შესაბამისად ადგილი აქვს უჯრედების სინქრონულ, ანუ თანადროულ განმუხტვას. აღნიშნული სინქრონული განმუხტვა კი სწრაფ საპასუხო რეაქციას უზრუნველყოფს. რაც კარგად ჩანს აპლიზიას მაგალითზე, რომელსაც ერთ-ერთი თავდაცვითი რეაქცია აქვს მელანის გამოყოფა რაღაც გამაღიზიანებელ სტიმულაციაზე. თქვათ, როგორიც არის იგივე კუდზე რაღაც განსაკუთრებული გამაღიზიანებელი სტიმულის მინიჭება. და მართლაც კუდს ჩვენ თუ ელექტრულად გავაღიზიანებთ, ყისიერად მოხდება მელანის გამოყოფა. როდესაც განახორციელეს იმ გზის შესწავლა, რომელიც აღნიშნულ რეაქციას უზრუნველყოფდა, ნახეს, რომ კუდთან იყო დაკავშირებული სენსორული ნეირონი, რომელიც თავის მხრივ უკავშირდებოდა მოტონეირონების რაღაც გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც ამ მელანის გამომყოფ ჯირკვალს აინერვირებდნენ. და აღნიშნული მოტონეირონები ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ ელექტრული სინაფსებით. და როდესაც ხდებოდა ამ სენსორული ნეირონის, ასე ვთქვათ, გააქტივება, მოდიოდა სიგნალი ამ მოტონეირონებთან და მოტონეირონები შემდგომ გადასცემდნენ სათანადო ბრძანებას აღნიშნულ მელნის გამომყოფ ჯირკვალს და მელანი სწრაფად გამოიყოფოდა. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ თუ კი ერთ-ერთ რომელიმე მოტონეირონშიც კი მოვა რაღაცა დონის ამაგზე, საკმარისი დონის ამაგზნებელი სტიმულაცია, აღმოჩნდა, რომ ამ ელექტრული სინაფსების არსებობის გამო ხდება ამ დეპოლარიზაციის სწრაფი გავრცელება სხვა მოტონეირონებშიც და ეს ახდენს სინქრონიზაციას აღნიშნული ნეირონებისა და შესაბამისად აღმოცენდება საპასუხო რეაქცია. ანუ ხდება ის, რომ ერთი ძალიან სწრაფად ხდება სიგნალის გავრცელება ამ გზაში და მეორე ადგილი აქვს სინქრონულად რაღაც ნეირონთა განსაზღვრული ჯგუფის აქტივაციას. სწორედ ეს არის ნაჩვენები აღნიშნულ სურათზე, როდესაც კუდის სტიმულაციის საპასუხოდ სხვადასხვა უჯრედში, ამ შემთხვევაში 3 მოტონეირონია რეგისტრირებული, აღმოცენდება თანადროულად მოქმედების პოტენციალები, ანუ სპაიკები, რასაც მოყვება შემდგომ უკვე მელნის გამოყოფა. მაგრამ ცხადია, გარკვეულწილად ეს რეაქცია მოტონეირონებისა იმაზე, თუ რამდენად უპასუხებენ ამ მადეპოლარიზებელ სტიმულაციას, რომელიც მათთან მოდის სენსორული ნეირონით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პოტენციალით დახვდებიან ისინი ამ მოსულ სტიმულაციას. კერძოდ, თუ ვთქვათ, აღნიშნული მოტონეირონები მოსულ სტიმულაციას დახვდნენ ჰიპერპოლარიზებულ მდგომარეობაში, მაშინ სპაიკების, ანუ მოქმედების პოტენციალების აღზრა აღარ ხდება და შესაბამისად არავითარი გამოყოფა მელნისა აღარ ხორციელდება. ანუ გამოდის, რომ
იმაზეც არის ეფექტი დამოკიდებული, თუ როგორი პოტენციალით დახვდებიან ეს მოტონეირონები და ის რომ აქ არსებობს ელექტრული სინაფსები, აღნიშნული სინაფსების არსებობა უზრუნველყოფს სწრაფად მოხდეს გაერთიანება და გაერთიანებული პასუხის ჩამოყალიბება აი ამ სხვადასხვა მოტონეირონში და შესაბამისად ქცევითი პასუხი ამა თუ იმ გამღიზიანებელზე. ესე იგი, გამოდის, რომ ნაპრალოვანი კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის ის, რომ განახორციელოს ელექტრული სინაფსებით დაკავშირებული ნეირონების სინქრონული განმუხტვა. მაგრამ გარდა ამისა, ნაპრალოვან კავშირებს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციაც გააჩნიათ. ერთ-ერთი არის ის, რომ ისინი ძალიან სწრაფად რეაგირებენ ინტრაცელულარული შემადგენლობის ცვლილებაზე, კერძოდ თუ მოხდა pH-ის შეცვლა და კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა. როდესაც პროტონების კონცენტრაცია და კალციუმის კონცენტრაცია იზრდება ციტოპლაზმაში, მაშინ ნაპრალოვანი კავშირები ძალიან სწრაფად, კავშირის არხები ბოდიში ძალიან სწრაფად იხურებიან. და კალციუმის იონების კონცენტრაციის ზრდა, ისევე როგორც pH-ის შემცირება, დაკავშირებულია უჯრედის კვდომასთან. და ის ფაქტი, რომ ნაპრალოვანი კავშირის არხები სწრაფად იხურებიან აღნიშნულ პირობებში, უზრუნველყოფს იმას, რომ აი ეს მომაკვდავი უჯრედი სწრაფად იზოლირდეს გვერდით მყოფი შესაძლოა სრულიად ჯანსაღი უჯრედისაგან. გარდა ამისა, ნაპრალოვანი კავშირის არხების არსებობა უზრუნველყოფს, როგორც ზემოთაც ვახსენე, სინციტიუმის წარმოქმნას უჯრედებს შორის და არხის დიამეტრი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გადაადგილდეს თვით საშუალო ზომის ორგანული ნაერთებიც კი. ჩვეულებრივ ისეთები, რომელთა მოლეკულური წონა 1000-ზე ნაკლებია. მაგალითად, მსგავს ნაერთებს მიეკუთვნება მეორადი მესინჯერები, როგორიც არის იგივე ციკლური AMP-ი, ანუ ადენოზინ მონოფოსფატი, ან ინოზიტოლ ტრიფოსფატი. და შესაძლოა გადაადგილდეს მცირე ზომის პეპტიდებიც კი. ნაპრალოვანი კავშირის არხები გვხვდება არა მარტო ნეირონებში, არამედ გლიურ უჯრედებშიც, სადაც ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდნენ, როგორც ინტრაცელულარულ, ასევე ინტერცელულარულ, ანუ უჯრედშორის ურთიერთქმედებაში. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნანახია, რომ ასტროციტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან სწორედ ნაპრალოვანი კავშირის არხებით და ასე გარკვეულწილად იქმნება ასტროციტული გლიის ქსელი. და თავის ტვინის ანათლებში ნახეს, რომ ელექტრული სტიმულაციის დროს ადგილი ჰქონდა ასტროციტებში ინტრაცელულარული კალციუმის გაზრდას და კალციუმის ტალღის წარმოქმნას ამ ასტროციტულ ქსელში, რომელიც საკმაოდ დიდი სიჩქარით, 1 მიკრომეტრის წამში სიჩქარით ვრცელდებოდა. ჯერ ზუსტი როლი აი ამ კალციუმის ტალღისა, რომელიც გლიურ ქსელში აღმოცენდება, კარგად განსაზღვრული არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ ეს თვითონ ფენომენი მიუთითებს იმაზე, რომ გლიას თავის ტვინში სიგნალის გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს. გარდა ასტროციტებისა, ნაპრალოვანი კავშირები
გვხვდება სხვა ტიპის გლიურ უჯრედებში, როგორიც არის მაგალითად შვანის უჯრედები და რომლებიც თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ მონაწილეობას იღებენ მიელინის გარსის წარმოქმნაში. იმისთვის, რომ შვანის უჯრედებმა წარმოქმნან მიელინის გარსი, ისინი სპირალურად ეხვევიან აქსონის ღერძს. და ნაპრალოვანი კავშირის არხები უზრუნველყოფენ იმას, რომ ეს ჩახვევის პროცესში ეს კონტაქტები კედლებს შორის მჭიდროდ წარმოიქმნას და შენარჩუნდეს. და ასევე არსებობენ რა ამ კედლებში ეს არხები, ისინი უზრუნველყოფენ ცხადია მეტაბოლიტების და იონთა გატარებასაც. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ არხების ნორმალური ფუნქციონირება იმისთვის, რომ ნორმალურად წავიდეს მიელინიზაცია ნეირონებში და შესაბამისად მათ ნეირონებმა თავიანთი ფუნქცია ეფექტურად განახორციელონ. კერძოდ ნაჩვენებია, რომ დემიელინიზაციასთან დაკავშირებული დაავადება, რომელიც არის X ქრომოსომასთან შეჭიდული და რომელსაც ქვია ჩარკოტ-მარი-თუსის სინდრომი, დაკავშირებული არის კონექსინის ერთი გენის, კონექსინ 32-ის მუტაციასთან. და ფაქტიურად გამოდის, რომ ამ ერთი გენის მუტაცია იწვევს ძალიან მძიმე შედეგს. და აღნიშნული მუტაცია ხელს უშლის იმას, რომ წარმოიქმნას ნორმალური ნაპრალოვანი კავშირის არხი და შესაბამისად ვერ ხდება იგივე მეტაბოლიტების ნორმალური დინება შვანის უჯრედებში და ეს თავისთავად ხელის შემშლელი ფაქტორია მიელინის გარსის წარმოქმნისთვის ამ აქსონის ღერძის ირგვლივ. ანუ ერთი სიტყვით უნდა ვთქვათ, რომ ნაპრალოვანი კავშირის არხები, რომლებიც ელექტრული სინაფსების ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტები არიან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არა მარტო ნეირონული უჯრედებისთვის, არამედ გლიური უჯრედებისთვისაც და რომ მათთან დაკავშირებული რაღაც ანომალიები შესაძლოა გახდეს ძალიან სერიოზული დაავადების მიზეზიც კი.